1972 წლის 5 სექტემბერი. დღე, რომელმაც სპორტის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მიუნხენის ოლიმპიადა მშვიდობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. გერმანია სურდა ახალი, დემოკრატიული სახე ეჩვენებინა, რის გამოც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად შეამსუბუქეს. ორგანიზატორებს არ უნდოდათ ხალხს ნაცისტური წარსული გახსენებოდა. ეს გადაწყვეტილება ფატალური აღმოჩნდა. გამთენიისას პალესტინური დაჯგუფება შავი სექტემბრის 8 შეიარაღებულმა წევრმა ოლიმპიური სოფლის ღობე გადალახა. მათ სპორტსმენების ფორმები ეცვათ და ზურგჩანთებში ავტომატები ჰქონდათ დამალული. ტერორისტები ისრაელის ნაკრების კორპუსში შეიჭრნენ. რამდენიმე ათლეტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ 2 მათგანი ადგილზევე მოკლეს. დანარჩენი 11 კი მძევლად აიყვანეს. თავდამსხმელებმა ციხეებიდან ასობით პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს. ისრაელის მთავრობამ მოლაპარაკებებზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამ დრამას მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. გერმანიის პოლიციის სამაშველო გეგმები ტელეეკრანებზე ჩანდარის გამოც ტერორისტები მათ ყოველ ნაბიჯს წინასწარ ხედავდნენ. რამდენიმე საათში ტერორისტებმა თვითმფრინავი მოითხოვეს. ისინი მძევლებთან ერთად სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, სადაც გერმანელ სნაიპერებს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა სპეცოპერაცია სრული კატასტროფით დასრულდა. არასაკმარისი აღჭურვილობისა და ქაოსის გამო სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ტერორისტებმა ვერტმფრენში ხელღუმბარა შეაგდეს, სხვებმა კი მძევლები დაცხრილეს. ისრაელის ნაკრების 11-ვე წევრი დაიღუპა. ტერაქტის შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურებმა დაიწყეს საიდუმლო ოპერაცია, ღვთისრისხვა და წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაანადგურეს ამ თავდასხმასთან დაკავშირებული ყველა პირი. მიუნხენის ტრაგედიამ სპორტი სამუდამოდ შეცვალა. სწორედ ამ დღის შემდეგ გაჩნდა სპორტულ ღონისძიებებზე მკაცრი დაცვა, ვიდეომეთვალყურეობა და ანტიტერორისტული რაზმები. ვრცლად ამ ამბის შესახებ წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.